ვარ ნიკა, მომლაძე 11 წლის. ვსწავლობ ჭანალის საჯარის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა მუსიკა და ფეხბურთის თამაში. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელია თამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ჩემი მწვრთნელია ლუკა მასწავლებელი. ძალიან მხიარულია და თვითონაც კარგად თამაშობს ფეხბურთს. თამაშობ სხვადასხვა პოზიციაზე, მაგრამ ძალიან მომწონს ცენტრალური ნახევარდაცვის პოზიცია. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა პასების განაწილება. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს დრიბლინგი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია არდა გულერ და საყვარელი გუნდი რეალ მადრიდი. როგორც ყველა ფეხბურთელს მეც მიყვარს გოლის გატანა და ბევრი გოლიც გამაქვს. ჩემს კარიერაში დაახლოებით მაქვს 100 გოლი გატანილი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. პენალტი ავიკიდე და როცა დავარტყი მე კარი მარჯვნივ გადახტა, მე კი მარცხნივ დავარტყი. მე რომ კარგი ფეხბურთელი ვიყო, კარიერას დავიწყებდი დინამო ბათუმში. შემდეგ გადავიდოდი PSG-ში, შემდეგ კი მადრიდის რეალში. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მწვრთნელი. დიდი სიამოვნებით ჩავიბარებ და გავწვდნი დინამო ბათუმს. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ საუკეთესო კლასელები მყავს და საუკეთესო სკოლა. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია სავა საგეჯანძე. ყველაზე ჭკვიანია ნიკოლას გუნდაძე. ყველაზე მშვიდია ნუკი აბაშტიძე. ყველაზე ბედნიერია სესილი გუნდაძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური, ნიჭიერი და კეთილი. კი ვარ სიმპათიური, მაგრამ ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. იმიტომ არ მყავს, რომ ჯერ ჩემი შესაფერისი გოგო არ შემხვედრია. ცოლს რომ მოვიყავ, მიქნები 20 წლის. შილეს დავარქვევ ანდრიას და სესილის. ჩემ ცოლს დავარქვევ მარიამს. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნანა იაკოვაძე. იმიტომ რომ 7-ია, გვათამაშებს და არ ყვირის. რაც თავარია უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. ახლა მინდა ვიყო 13 წლის, რადგან ჩემ მეგობართან ერთად ვითამაშობ ვესტ ჯორჯიაში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და 2 და. ნეტი და ძმა არ მინდა, რადგან ესენი ყოფნის ნევრების მომშლელად. ჩემი უფროსი და არის 13 წლის და ქვია ნინი. ის არის ლამაზი, ნიჭიერი და კეთილი. ჩემი აზრით ნინიმ გაიძება გამოვა ხატვარი. მეორე და არის 1 წლის და ქვია მილა. მილა არის საყვარელი, მჭამელი და ცოტა მტირა. მილა ალბათ გამოვა მომღერალი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, მშრომელი, უშიშარი და კეთილი. დედიკო არის ლამაზი, თბილი და საყვარელი. მე მყავს ყველაზე კარგი მშობლები მთელ დედამიწაზე. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწარი კარტოფილი. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს სუპს. ისე ჩემი საყვარელი საჭმელი არის შაურმა. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია Squid Game. დედოსული ოჯახი რომ გქონდეს, ადამიანებს გავხდიდი უკვდავებს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ ბალანჩივაძის მუსიკალურ სკოლაში. ვარ მე-3 კლასში და უკრავ გიტარას. მაინდა მაინც გიტარა იმიდან ვავარჩიე, რომ ძალიან მომწონდა გიტარაზე დაკვირვა. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭერდა აკორდებზე გადასვლა. ყველაზე უფრო გამიადვილა ჩამოკვირვა. ჩემი მუსიკის მასწავლებელია მარიკა კანანდაძე. ის არის ძალიან ლამაზი, კეთილი, თბილი და მან შემაყვარა გიტარაზე დაკვირვა და მუსიკალურში მისვლა. გიტარის გარდა კიდევ მინდა ვუკრავ და ვიადიდოს. ყოველ წელს მაქვს გამოსვლა და ვცდილობ რომ არ შევირცხინო თავი და არც მასწავლებლებს შევარწმუნო. სიმღერას მიყვარს და ჩემი საყვარელი სიმღერაა 400. მინდა მქონდეს კონცერტი და სიამოვნებით დავუკრავდი და ვიმღერებდი დიდ სცენაზე. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რომელი სუპერძამა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძამა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, ვიმოგზაურებდი პირველი საუკუნის საქართველოში. შემდეგ მონაწილეს ვიტოვებ შეკითხვას, რა არის მისი ოცნების საჩუქარი. მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია კვადრო. ბედნიერება არის საჩუქრები, მოგზაურობა და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.